მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა გაცნოთ თუ როგორ ავიყვანე ახალ გამოსული ბრაულერი ჯაიონგი რანკ 50-ზე, როგორ გავმაქსე იგი. და მინდა მოგცეთ ესე ვთქვათ დახმარება გზა თუ როგორ უნდა აიყვანოთ ის მაქს თაიერზე. გამოსვლისთანავე კრედიტებად მე ის გავხსენი და იმ დღესვე გავმაქსე. მინდა გითხრათ, რომ თავარი ის არის არ ითამაშოთ სოლო შოუდაუნზე, ითამაშეთ თიმებში და არ არის მაღალი დემეიჯ ბროულერი, მინდა ეს იცოდეთ. შეუძლია ადვილად დაჰილოს და აასწრაფოს მისი თიმეიტები. ამიტომაც ჯობია უბრალოდ დაჰილოთ, ან აასწრაფოთ თქვენი თიმეიტები, არ შერაშოთ. გჭირდებათ ასეთი ტანკი ბრაულერები. მე ამ შემთხვევაში არ ვითამაშე ტანკი ბრაულერებით, უბრალოდ აგრესიული კომბო ქონდა და ასე გავმაქსე იგი. როგორც გითხარით, არ იყოთ აგრესიულები, ითამაშეთ პასიურად და დაჰილეთ, აასწრაფეთ თქვენი თიმეიტები. კარგია ის გასაქცევად და მისი WhatsApp ფავორიტს კი ძალიან ძლიერი არის. სუპერ შეგიძლიათ უბრალოდ გასპამოთ. მისი აქათვის დროს დაახლოებით დამჭირდა ასე 4 საათი, რადგან გაძლიერებული ცა მყავდა ბოლომდე. 500-მდე 7-ზე მყავდა, შემდეგ კი უკვე 9-ზე გავაძლიერე, მაგრამ არ მიყიდი არაფერი გაჯეტის გარდა. ეს ჩემთვის ცოტა ჩელენჯი იყო, არ გამიძლიერებია და არც მქონია საშუალება რომ გამეძლიერებინა და უფრო ძნელი არის ასე თამაში ჯაიონგით, გიჩვენოთ გააძლიეროთ, რადგან ძალიან დაბალი DPS-ი აქვს, ანუ დემეიჯი. მე გაჩვენებთ ჩემს ბოლო მატჩს თუ როგორ გავმაქსეთ, მაგრამ გეტყვით როგორ იყო მის გამაქსვის პერიოდი. როცა მაქსავდი, ძირითადად არც მითამაშია, მაქსავდი ტრიო შოუდაუნში. პირველი 20 თაიერი რომ გავიარე, მივხვდი რომ ეს ბრაულერი იყო OP ტრიოებში უნდა გვეთამაშა თქმა უნდა. სოლოზე ერთი რაუნდი ვითამაში, მაგრამ არ გამოდგა, ვერც ყუთებს ხსნიდი, ვერც ვერაფერს. ეს ბრაულერი სანამ დაინერვება და დაასუსტებენ, ჯობია მაგამდე გამაქსოთ, ამიტომაც დავდებ ამ ვიდეოს. გამსვლისთანავე გავხსენდა 20 რანგზე, როცა ვიყვანე, მივხვდი რომ OP იყო და დავაპირე რომ იმ დღესვე გამიმაქსა იგი. მე შემდეგ რასაც შეეხება ავიყვანე ძალიან ადვილად 30-ზე და რენდომებში უკვე გავიჭედე 35 თაიერზე. ამიტომაც უნდა დამეძახა ჩემი მეგობრისთვის და ის დამეხმარა ბოლომდე გამიმაქსა ჯაიონგი. მე გამაქსვის დროს თამაშობდი შუაღამეს, ლაპარაკის კი არ შემეძლო, ტვინი მქონდა უბრალოდ გადახურებული მთელი დღის თამაშისგან და ის იმდენად ვიყავი დაღლი, ვერც ვლაპარაკობდი და გავწყვიტე რომ გამეხმოვანებინა ეს ვიდეო. შემდეგ როცა მივხვდი რომ უკვე რენდომებში გავიჭედე, გადავწყვიტე რომ ჩემი მეგობრისთვის ალეკოსთვის დამეძახა. ძალიან ძლიერი კომბო ავირჩიეთ, მან აირჩია სპაიკი, მე კი ჯაიონგი. ჩემი ჰილით სპაიკი შედიოდა ვასაბი ფაუერები. სპაიკის ვასაბი ფაუერი როგორც ძალიან ძლიერი არის და ტრიო შოუდაუნში ისე ადვილად დავკაჭეთ, რომ ვეღარც ალბათ მივხვდი. სტრიქების გავფარმეთ ბევრი. მინდა ვთქვა, დიდი მადლობა ალეკოს. მის გარშე ალბათ იმ დღეს ვერც გავმაქსავდი ჩემს ჯაიონგს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მას. მისი TikTok არხის ლინკი იქნება აღწერაში, აუცილებლად გადადით, გამოიწერეთ. დიდად არ დევს ვიდეოებს, მაგრამ მაინც გამოიწერეთ. და follow-ეთ. და მოდით უშუალოდ უკვე შევუდგეთ პირველი საბოლოო თამაშის განხილვას. ხედავთ დაიწყო ჩემი რაუნდი და ჩვენ თიმში იყო ედგარი, რაც ხალხს არ გვიწყობდა. მე და ალეკოს უნდა დაგვექერიებინა იგი. თავიდანვე გავხსენით ეს პირველი კუბი, ავსტრაფდი, ჰილი ავიღე და ჰილით უფრო შედარებით დემეიჯი აქვს, გავხსენით შემდეგი კუბიც. გადავწყვიტეთ რომ შევსულიყავით შუასკენ და ალეკო დამეჰილა და ცოტა დემეიჯი გაიკეთებინა. ასეც გავაკეთეთ, მაგრამ შემდეგ დავინახეთ რომ მეორე სპაიკი იყო, ამიტომაც გამოვეცალეთ, რადგან ცოტა ძნელი არის მის წინააღმდეგ თამაში, უკვე ცენტრი მოგებულიც ქონდა
მაგრამ ჩვენ მაინც არ უნებდებოდით. აქ ალეკომ შერაშა ცოტა გაიყვანა სპაიკი, მაგრამ იმდენად შემოგვაწვენენ, რომ ორივე თიმეითი მომიკლეს და ჰილზე გადავცვალე, ცოტა ხანი უნდა მეკებერა, რათა ისინი გაჩენილიყვნენ. ქვემოთ ჯინი ისროდა და აქ ედგარს კლავდნენ. გამოვიყენა ჩემი გაჯეტი და ჯინს შეურაშე. გაანადგურა მას ის იძულებული იყო, რომ გაენადგურებინა. და აქ მე მოვკვდი სამწუხაროდ და ალეკოც უძლურად დარჩა. ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ ჩაითრია ჯინმა. პაიპერი მეორე მხრიდან ებრძოდა. თან ორივე თიმი ჩვენ გვაწევოდა, ამიტომაც მე გავჩნდი. ერთი თიმი გავიყვანეთ და უკვე მეორე ადგილზე გავედით და აქ ვხვდი, რომ უკვე გავმაქსე ბრაულერი, მაგრამ მაინც მინდოდა პირველ ადგილზე გავსულიყავით და უფრო მეტი მომემატებინა. აქ ჩემს სუპერებს უბრალოდ სპამავდი და ასე ადვილად მოვიგეთ და გავედით პირველ ადგილას, ბოლოში მოვკვდი. მაგრამ ალეკომ დაამარცხა იგი და ჩვენ გავედით პირველ ადგილას, მოვემატეთ ძალიან ბევრი თასი. +6 ჩემს ტროფი ბოქსზე. აქ ედგარი ხელს ვაფშე არ გვიწყობდა, 0-3-ზე იყო, მაგრამ რაში გვაინტერესებს? მოკლედ ასე ადვილად, არც თუ ისე ადვილად გავმაქსე ახალი ბრაულერი. ჯობია სანამ დაასუსტებენ, მაგამდე გამაქსოთ, გირჩევთ. არ არის როგორც გითხარით აგრესიული ბრაულერი, პასიური არის, უნდა გამაქსოთ ის სანამ დაასუსტებენ. რადგან ასეთ ბრაულერებს ძირითადად აბალანსებენ. მაგრამ ზოგზე ისე მოვიდათ, რომ არც დაუბალანსებიათ. უფრო დაასუსტეს. Blah 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 blah. მოკლედ, მინდა ამით დაგემშვიდობოთ, დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი. გააქტიურეთ საისხლი ლайკი, რათა არ გამოტოვოთ კიდევ ასეთი ტიპის ვიდეოები. ალბათ გადავიღებ ბრაულერების გამაქსვის ვიდეოებს და ასე დაგემშვიდობებით. მოკლე ვიდეო იყო, მაგრამ